ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო სიაში აღარ იქნება. ამ პრობლემის გადასაჭრელად კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი პირველი მოადგილე მან მიზანდარი პარიზში იუნესკოს წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მინისტრის თქმით, პრობლემა ბაგრატის ტაძრის ნაჩქარევმა რესტავრაციამ გამოიწვია. ამიერიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში ძირითადი ყურადღება გელათის ტაძარზე გამახვილდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ გელათის კომპლექსი იუნესკოს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა სიაში მოხვდეს და ტაძართან ერთად მოიაზრებოდეს ბაგრატის ტაძარიც. Ვითხრეს განაცხადი უნდა გააკეთოთ, რათა რაღაცნაირად მიებას გელათს. მაგრამ როგორ მიება რა პარამეტრით რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი და რამდენიმე რჩევა იყო მასთან დაკავშირებით რომ კითხე რომ თუ ჩვენ ეს გავითვალისწინებთ რჩევები გადარჩება თუ არა ანუ იქნება თუ არა მემკვიდრეობის ნუსხაში გითხრათ რომ არავითარი გარანტია არ არის სიჩქარით არის ყველაფერი გაკეთებული შეუთანხმებლად დარღვეულია პროექტი ან ზოგადად საერთოდ არ იყო არ განიხილებოდა პროექტი არ იყო შეთანხმებული არც საზოგადოებასთან არც სპეციალისტებთან ექსპერტებთან და ასე შემდეგ და ამიტომ სავალალო შედეგია ჯერჯერობით ეს ასეა ბაგრატი შეიძლება ითქვას, რომ ამოვარდნილი იქნება ძალიან მალე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, როგორც კი მოხდება იუნესკოს პირველი სხდომა, როგორც კი შეტანდება პირველი სხდომა და შემდგომ რა თქმა უნდა დროებით იგივე ბედი ერგება გელათს, რადგან ეს ორი ძეგლი ერთად არის შესული. უნდათ რომ რაღაც და გვარად ბაგრატი ხელახლა ნაგულისხმები იყოს თქვათ ამ ძეგლის სტატუსის როგორც ცალკე ძეგლი არა, მაგრამ რაღაცა ერთიან ანსამბლში შედიოდეს თქვათ, რომელიც ხელახლა იქნება განხილული საომალო ნომინაციისთვის. ფიქრობენ, რომ აგელათთან მოხდება საზღვრების ხელახალი დადგენა, ეს არის მათ მოთხოვნა.